გოგა ჯიჯიჯი წერტილი ქო წარმოგიდგენთ ესე იგი თამრი ამას შევუტავნაში ამას და მეგონი ესენიც ჭირდება აბა მოდი დაშკო მოდი აბა ესენი შეიძლება ვაჟბატონო ესენი მარტო მომოიტანეს ხო აბა შენ ხომ არ შეგაწუხებდი თამარ არა მე როდის მაწუხებ შენ სავარძელი მარტო შენ ამოიტანე და ის ლოთი მათე რომ მოგხმარებოდა რა მოუვიდოდა ახლა ვითომა ეგენი მარტო დალევაში ეხმარებიან ქეთევა დაიწყეთ ახლა დამაცადეთ რა დამაცადეთ და ამდენი რამე თუ ამოგქონდა ბარემ პურიც ამოგეყოლებინა ქეთევა ხო ხედავ არა ხო ხედავ სამსახურში ვარ ვაჟბატონო ეს მიკროტალღური ღუმელი უფრო წითელი და რაღაცა ესეთი დიდი რო გეყიდა არ ჯობდა თამარ ეს მიკროტალღური ღუმელი კი არ არის ეს არის იარაღების სტერილიზატორი სად უნდა შეაერთო მერე კაბინეტში კარებთან შტრის რომ არის შესაერთებელი იქ ვაიმე არა ლაშიკო მაგას სამზარეულოში შევაერთებთ ლიფტის ხაზი რომ გვაქვს შემოყვანილი აი იქ შევაერთებთ და მე მეზობლები გადავიხდით გამოიწი ის ახლა ახალია და რა სერჩი ხო ისე ლაშიკო რამდენი წამლები ყოფილა საჭირო და დარიშხანიც გაქვს ნა არა კეთევან დარიშხანი რა თმინდა აი თამარს დავალაპარაკებ და მოუშხამავს ნერვს მაჩვენი აბა ეგ ხალათი რაღაცა ისეთი ხალათი ჩანს მაცადე ვაიმე რა აი ქეთევა რას ვუჯერებდი იუზას ჩამებარებინა რა ნახე დამაკვდა თამარ აი ესეც გაიკეთე რა დავისვენებ ცოტა მე ლაშიკო მოიფიქრე რა უნდა დავარქვათ კლინიკას რა უნდა დავარქვათ და ლოკოდენტი აუ ისე მაგარია ხო იცი აქეთ სტომატოლოგიური კლინიკა იქით უძრავი ქონების სააგენტო მოკლედ ოჯახია თუ პირიმზე ვერ გასწავლა ხო ხუმრობა და ის არ გასწავლა იცით მე თქვენს კანდიდატურაზე ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და სამწუხაროდ უარი უნდა გითხრათ. არა, ძალიან ვიტირებთ ახლა. ყველაფერი კარგად იქნება შემდეგში მოდით სექტორიდან მოდით და ახალი. კარგით. კარგ, ბენიერად. გამარჯობათ. როგორ ხართ? მადლობა კარგად ალბათ ვერ მიცანი ხო? როგორ ვერ გიცანით? Complete modeling animation system არ ხართ? დიახ. გიორგი ვარ. ვის CRPI როგორ არის? გადასარევად. ძალიან თიკა ხო? თიკა, რა სინებებთ?
ყავას და სენდვიჩი თუ შეიძლება. გასაგებია. და რომელი სენდვიჩი გნებავთ? სენდვიჩი. არა, რომელი გნებავთ? Cold cut combo თუ Italian BMT? გაცრავთ. ვერ მიხდით. რომელი სენდვიჩი გნებავთ? Cold cut combo თუ Italian BMT? მაშინ ეს პირველი მოგიდათ. კარგი, პირველს მოგიტანთ. და ყავა? ყავა. რა ყავა? ყავა რომელი მოგართოთ? ყავა ნალექიანი. ნალექიანი ხო პატარა ბავშვმაც იცის. ნალექიანი რომელი? ნალექიანი ეს ნალექიანი რა. უკაცრავად, შემთხვევით თქვენ შეცდომით ხომ არ მოხვდით აქ? რა ვიცი, ბარში შემოვედი, ყავას დავლევთქო და თან რა ვიცი. რა ვიცი, თქვენ თვითონ არ იცით რა გინდა და მე როგორ დაგეხმაროთ, მითხარით და დაგეხმარეთ. ბატონო იცით რა, ჯობია ხა წახვიდეთ, აი ჩამოყალიბდეთ, მოიფიქროთ რა გნებავთ და ისე ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. ვისი არ პიაი მომიკითხეთ? ჩიკა, არის მე პატრონი მოვიდა. ვაიმე, გუცა გამახსენეთ ძალიან ხარ რა ქვია მაგკაც? როინ. რა მაგარი სახელია, ძასასაცილო. ვერასდროს ვერ მახსოვებ მაგას. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობათ ბატონო როინ. გურა ხარ? კარგად, გამარჯობათ ბატონო როინ. მადლობთ კარგად. რა მოგართვათ? თიგა ერთი ყავა გამიგეთ. ახლა მოგართვათ ბატონო როინ. როგორ მიდის საქმეები? არი ვაჭრობა. რა ვიცი, აი დღეს ერთი ყავა და ერთი წვენი გაიყიდა. ხო, ყავა მე ავიღე და წვენი სალომე. არ არის მუშაობა ბატონო როინ, არ დადის ხალხი. აი შემოდიან ერთ ყავაზე სხედან მე მთელი დღე. ხო. მოკლედ ორი ახალი ამბავია. დიახ. ერთი ის რომ ხვალ ხელფასები იქნება. მეორე კი ცუდი. ხელფასები რა მაგარი. ცუდი კი ის არის რომ რა? ამ ეკონომიკური კრიზისის გამო დიახ. ჩაწვა ჩვენი ბიზნესი და ბარი უნდა დავხურო. ბარი იკეტება? ხო. და რა იქნება იმის მაგივრად? არ ვიცი. უნდა გავყიდო. აიმე. ხო მართლა ვინმე კარგი სანდო მაკლერი ხომ არ აკავთ? არა. სანდო არა. კარგით, მაშინ მე წავედი. მოკლედ ხვალ ხელფასები იქნება და ამის გაყიდვაზეც რამეს მოვიფიქრებ. კარგით ბატონო როინ. და მოიცა ყავა 5 ლარი. ბატონო ისავი. როინია. აუ, მართლა რა დახუროს ეს ბარი? მე სად ვიმუშაო სალომე? ან მე სად ნახო ხოლმე სანდრო. არა. მე ამ ბარის გაყიდვას არ დაუშვებ. სალომე რა ერქვა? როინი. ალო? ხო დათო? როგორ ხარ? ჩვენ ვარ ძველებურად. სანდროც ისევ ისეა. მან რა ხდება ინდოეთში? მართლა? ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან მოგვენატრე სამივეს. ორივეს ძალიან მოგვენატრე. მოიცადე ერთ წამით დათო, მოიცადე ირაკლი. მოდი. ვინ არის? დათოა, მოდი. ჰარე რამა. როგორ ხარ? რა? ფული გაგითავდა? დაკარგე? რა პრობლემაა? მე მიდი რომელიმე ბანკში და გადმოგირიცხავ. სათხარ იმისთან ადგილას ბანკი რო არ არის.
მაშინ მაგ სპილოს ნომერი მითხარი და სპილოში გადმოგირიცხავ. მოიცადე, დათო. რა ქენი იცი? ახლა მიდი შენ საელჩოში, ხო? და უთხარი, რომ ამერიკაში მივდიოდით ხო? გზა ამებნად ხო? და ინდოეთში ჩამოვედი, ხო? აი ესე უთხარი. რას ქვია არ დაგიჯერებენ კი არა? შეიძლება რომელიმე ქალაქს შენი სახელი და არქვა. ხო. ეს კარგი დათო, კარგი. დაწყნარდი. რა ვქნა აბა? მაშინ დაჯექი მაგ სპილოზე და წამოდი, თან გამბაჟება გაიაფთა. მოადგები აქ საზღვარს და მებაჟე რო გკითხავს ეს რა არისო? შენ ეტყვი ხორთუმიან. კარგი, დამშვიდდი, ხო? 1-2 საათში დამილეგე მოვიფიქრებ რამეს. კარგი დათო, კარგი. რაო? ფული დავკარგეო? მაგას ფული ისე უყარსო არ დაკარგავდა. ეთყობა გაუთავდა და ვერ ამბობს საყვარელი. და რა უნდა ვქნათ ირაკლი? კარგი მარიკა რა, შენ რა განერვიულებს რა? არ დაიკარგება, ნუ გეშინია. მივა იქ ვინმე იქაურ ექიმთან და შეიფარებენ 1-2 წელი. მერე გადაივლის ეს ეკონომიკური კრიზისი და გამოგვიგზავნიან. ირაკლი, მარიკა? გავყიდე მანქანა. ვაიმე, მართლა ნო, გილოცავ როგორ გამიხარდა. მადლობა. გილოცავ მარიკა. მადლობა ირაკლი. რაღაცა ჭირსო ძრავასო. ვერაფერი ვერ შეატყო და იყიდა. აი მე ნინო მართლა ძალიან გამიხარდა. წამოდი ხა ფარგის ჩალაგებაში მოგიხმარები. არა, მარიკა, 1-2 დღეში გადაიფორმებს და მერე წავალ. ხო. წარმოგიდგენიათ, ვერაფერი ვერ შეატყო. ასეც ვიცოდი. რა? ეს არის ჩაკეტილი წრე. ირაკლი, ეხლა მეც შემეშინდა. ხოდა, წამოდი. იუზაც ესეა ხოლმე. იუზა ვინ არის? ნუ აი, რო გავიცნობთ ოჯახებით რო დავახლოვდებით, მე ნახავ. ხო, ტკივა და როგორ არ ყვირი. ნუ ეხლა ვაშკაცები ესე იქცევით ხოლმე. მოგძანდეთ. აი ხლა ღრძელი კი არის ოდნავ გასიებული, მაგრამ ის სავლები როგორც გითხარით გამოივლეთ და გაგივლეთ. კარგად განებოდეთ. თავისუფალი ხარ? უკაცრავად. ისაკარი. ნუ გეშინ მე გაგაცილებს, მოგძანდეთ. შეგძალი. ლაშა, ამ ბიჭს დროებითი ბჟენი გაუკეთე, რომ კიდე მოვიდეს, ხო? ხო, მიდი. ჩვენ რაზე გავჩერდით? პარკების შემოხსენიო. ხო, შემოხსენი პარკები. ხო, და ესეთი პარკები. იმან ძალიან მატკინა კბილი და უნდა წავიდე. ესე იგი რა, სპეციალურად მიკეთებს, რომ ადამიანი არ დამელაპარაკოს. რაიმე და იმას რას უშვება არ ატკინოს. უნდა შევიხედო, ხა თუ კიდე არ ატეხა ყვირილი. გამარჯობა. ტორონჯაძის ბინა. შემოდი. ტორონჯაძეს მოგცემ შენ. იცით რა მოხდა? იქით მეორე ბინაში ვიყავი და იქაც ექიმი დამხვდა. რა არის, რა კორპუსია, ესეთი მე ვერ გავიგე. გენაცვალე, ვისაც დიპლომი აქვს, ყველა ექიმი კი არ არის. მე ვარ ამ კლინიკის
დირექტორი, ექიმი, მოიყვანა ჩემმა დამ. მანამდე ქონდათ კლინიკა სხვაგან. მე ხო ვარ ეხლა აქ დირექტორი, იქ იყო ქალი დირექტორი, ჩემი და ვერ შეეწყო ხასიათით და აქ გადმოვიდა. ხო, ვაიმე უახლესი ევროპული სამედიცინო აპარატურა მაქვს. ახლობელმა გამომიგზავნა მილანიდან. იმდენი ხანი მპირდებოდა დღეს გამოგიგზავნი, ხოლ გამოგიგზავნი, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა ეს თამაშები, ვარჯიშები მოკლედ და მე როგორც იქნა მიიღო ტრამვა, ხო და ეხლა გამომიგზავნა. იქ გაკეთდა და უკვე აქ არის. მე შემოვხსენი პარკები. გასაგებია ქალბატონო. ხო. დირექტორი თამარ ღლონტი. ღლონტი? მეც ღლონტი ვარ. ვაიმე რა დამთხოვა. ლადო ღლონტი. ვაიმე. ლადო ღლონტი. ისა რა მინდა გითხოთ. წარეხელი აქვს ცოტა მეშინია რა. გეშინია? ეგ არ გაგიგოს რომ ღლონტი ხარ და გეშინია, თორე აკაკანდება. მორჯანი. აი სამ დღეში მოხვალთ და მე ბჟენსაც გავაკეთებ. მართლა რეცეპტს გამოგიწერთ ახლა. ხო. სამ დღეში რომ მოხვალთ, კარგია. ეხლა აუცილებელი არ არის კბილი აქტივდეთ და მარტო მაშინ მოხვიდეთ. მე სულ სახლში ვარ. თუ სახლში არ ვიქნები, ქვემოთ ბარში ვიქნები. თუ ბარში არ ვიქნები, ჩხეიძეებთან ვიქნები. ან იქ სადაც თქვენ შეხვედრას შევთანხმდებით შეხვედრაზე. აი ეს გამომართვით. და დღეში სამჯერ მიიღეთ. დიდი მადლობა. ვაიმე რა მადლობა ჩვენში მადლობები რა ის მოსატანი იყო ეხლა რა კარგად ლაშა ამას კარგად გაუკეთე რა კბილი რა იცი იქნებ ნათესავიც კი გახდეს ისა უკაცრავად მე დიდი ხანი უსმინო ამ დისკუსიას თუ მომაქცევთ ყურადღებას თუ არა შემიძლია წავიდე მე დაგირეკეთ და გითხარით რომ მოვალ მეთქი და თუ გინდა წავალ როგორ გინდა გამაგებიდა ღლონტი ხო? ლადო ღლონტი. და მიბძანდით იქით მიბძანდით. ეხლავე მოვალ. მე ესე თქვა იმან რა ქვია იმას დროინმა რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ბარში არავინ არ შემოდის და უნდა დავხუროთ ბარიო. რა? ხო. ბარი უნდა დაიხუროს? და თქვენ უმუშევრები რჩებით. მიხვდა. იცი რა არ მესმის? აი რას ფიქრობს ეს როინი რა? ამდენ სამუშაო ადგილს რო აუქმებს პრეზიდენტს თვალებში როგორ უნდა შეხედოს? შენ რატო ნერვიული? შენ უმშევარი არ დარჩები. შენ შეგიძლია ჩემთან დაიწყო მუშაობა. კარგი ირაკლი, მე საავადმყოფოში ვინ მიმიღებ? არა, საავადმყოფოში რატო? თიკა, აქ ჩემთან. საღამოობით იმდენი ვიკრიბებით ხოლმე რომ ზოგს ყავას მიართმევ. ზოგს ჩაის, კაკაოსაც შემოვიტან. კარგი რა, ირაკლი, კარგი. და სალომემ რაო? რა უნდა ეთქვა ეხა სალომეს, როგორც ყოველთვის დაიწყო, ვაიმე რა მეშველებაო. როგდის ვნახავო, სადღა ვნახავო, სამუშაო დავკარგეო და აი ესე. მე წავიდა, ვიქნებ ხალხი შევკრიბო და შენც იქნებ რამე მოიფიქრო ისეთი რომ ხალხი მოვიზიდოთ ბარშიო. აი, ხო ვამბობ, ეს გოგო არის ძალიან ჭკვიანი, სალომე. ესე იგი ხალხს ხომ მოიზიდავს. მე ახლა იქიდან ვიღაცა ფულს დაკარგავს და შემოსავალიც გაიზრდება. აი სანამ ერთად ვიქნებით, ვერაფერი მოგვერეო. არა, რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ რა. აი სანახაობა უნდა მოვაწყოთ, ხალხს რომ მოეწონოს და საღამომდე დარჩეს ბარში. დაწმული კალათა მაინც გქონდეს. კალათა რა გქონდა ირაკლი? სანახაობაო ხო თქვი? ხო და წარმოიდგინე. დედას ბუშტი დაუკრავს სალამურზე და კალათიდან ამოძვრება თამარი. არ არის სანახაობა. ძალიან მაგარი სანახაობა. და ვინმე ცნობილ ადამიანთან შეხვედრა რომ მოვაწყოთ? ვინმე არ ჩამოდის თბილისში? კარგი რა მარიკა რა. ახლა ესეთ სიტუაცია აქედან თუ გაიქცევა ვინმე. რაო იმ ბატონმა? დაბარი უნდა დავკეტოთ. დაგაგვიანდა თამა. რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ის კაცი იურიდიულად მართალია, თავისია, უნდა გაყიდეს, უნდა არა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?
მე მოვიფიქრე რა უნდა. ირაკლი დადექი ამას არ უნდა აქეთ-იქით სიარული მოვიფიქრე მე. ფული უნდა შევაგროვოთ, შევისყიდოთ ეს ბარი და გადავაფორმოთ ჩემს სახელზე. რა? მაგრამ შენ ვინ გითხრა ეს ამბავი? რა ვიცი ანანომ დამირეკა. ეხლა სახლში ვზივარ სიმღერას ვამზადებო, საღამოს უნდა ვიმღერო ბარში რომ არ დაიხუროსო. რა ვიცი ვერაფერი ვერ გავიგე და შემოვედი და რას ვაპირებთ? კარგი თამარა, რა უნდა დავაპიროთ რა? სამწუხაროდ უძლურები ვართ. კარგი რა უძლურები. ერთი ლოქო ის არის და მეორე ლოქო ეს. ხო. რახო? არა რახო, მარიკა რახო? ვინ არის მეორე ლოქო? თიკა ხო? ვინ არის მეორე ლოქო? არა, ვინ არის? მითხ შენ მაინც ვითხარი, ვინ არის მეორე? კარგი რა ირაკლი, რა ვერ გაიგე, შენზე თქვა. მე მგონი ვინმე ესეთ საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრა უნდა მოვაწყოთ. არაჩვეულებრივი იდეაა. წარმოიდგინეთ აფიშა. საღამოს ბარში შეხვედრა ცნობილ მოღვაწესთან, საზოგადო მოღვაწესთან, სანდრო მახარაძესთან. არაჩვეულებრივი. მაშინ აუქციონი ჩავატაროთ და რა გავყიდოთ? რა ვიცი ახლა ღლონტებთან იმდენი ნივთია ჩემი რომელიც არ მჭირდება. რას ამბობ მარიკა ის ყველაფერი რაც ჩვენთან არის შენ ყველაფერი გჭირდება. და თამარ შენი ჭრელი ჟაკეტი რომ გავყიდოთ? ვაიმე ვინ იყიდის ახლა მაგ ჟაკეტს კარგი რა. რატო თამარ მე-19 საუკუნის ჟაკეტია, ანტიკვარია. ჩემი მეგონე სხვისი ყოფილხარ. მე თქვენ განახებთ მეორე ლოქოს. მეგობრებო, გადავრჩით. გვეშველა. აი რა გადაარჩენს ჩვენ ბარს. მთელი დღე ვამზადებდი. რა გადაარჩენს? ანანო, ეს გადაარჩენს ბარს ხალხმოგა. ვაიმე რა ხალხი ხართ რა. შევაგროვოთ ფული, ვიმეორებ, შევისყიდოთ ეს ბარი და ჩემზე გადმოვაფორმოთ. თამარ ძალიან მთხო რა. ადამიანმა რაღაცა მოამზადა. მოვიდა ჩვენთან შემოქმედებითი ადამიანია, ხელოვანი, იწვის და მოусმინოთ სიმღერას, რომელმაც შეიძლება ამ საღამოს დაამშვენოს ჩვენი შოუ. გთხოვთ. დავიწყო? რა თქმა უნდა. მადლობთ. შესავალია თამარ გვაცადე. მიდი. ბუდეს ნუ დაუნგრევთ ჩიტებს. ცხვირწინ ნუ დავხურავთ კარს. ეს გული სევდას ვერ იტევს. მივხედოთ უშველოთ ბარს. ყველა ერთად. ბუდეს ნუ სევდას ვერ ბექამ დამიწერა. ანანო. ბექარო უნიჭერესი ბიჭია. ამაზე ორი აზრი არ არის. ეს სიმღერის ტექსტიდანაც გამოჩნდა. მაგრამ რა არის იცი ძალიან სევდიანი ანანო. ხო, სევდიანია მე ეს ტექსტი ანანიკო ეს ბუდეს ნუ დაუნგრევთ სევდა გულში არ ეტევა ცხვირწინ კარს ნუ ვიყურავ დაიზაფრება ეს ხალხი. დაიზაფრება და გაგვექცევა ანანო თხოვე შენ ბექას თხოვე გამონახოს 13:14 წუთი. ჩაუჯდეს და ცოტა რაღაცა ისეთ იცი ხალისიანი ტექსტი იყოს რითმი მიეცით ცოტა ტემპი მიეცით და ეგარი ანანო რა ხო კაი ვიტყვით და ნახეთ ხო უთხარ გინეცელი ირაკლი მაინც არაფერი არ გამოგვივა მოკლია ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ხალხიც დაიშლება. რატო გამოვა მოკლე? ამბეღურამ აუქციონი მოვაწყოთო. ხო
მერიქსანდრო იტყვის 1-2 სიტყვას, ეგ შენი იუმორისტული ნომერი. მერე ეს ქეთიმელოა. ეს ხო გამოვიდა 1 საათი. მერე ეს მჭერმეტყველი იტყვის სადღე გზელოს და ეგ შენი 3 საათი. ნახე რა მაგარია. კი ხდება, მაგარია ძალიან. თან ექიბის დაკონია პროფესორ. მოდი დატრიალდება ვიმე, რას გავხარ? არა თანიგა. კარგია ძალიან. მომეცი ფული მანი. ო, გაიხარ, წადი, თავისუფალი ხარ. ოკეი. ახე რა მოტოციკლეტი მყავს, ა? სამბორბლიან. აბა სამი კაცი დაგავადით. ველი მეგობილან. გამოდი. გაგიმარჯოს, შენ გაიხარ. გაგიმარჯოს. მიხედი ამას კეთება. კარგი რა ლაშიკო, ჯერ საღამო არ დაწყებულა და უკვე სვა. მაცადე რა კეთებან, დრო მატარებინე რა. მარიკა, ირაკლი მოვიდა? არა, დედა ჩემმა დარეკა, ელაპარაკებოდა, მე აღარ დავედოდა და წამოვედი, მაგრამ მოვა მალე. ხო. აი მოვიდა. ვინი მეთქი. ერთი სატელეფონო შოუ მქონდა ახლა სახში. ახლა მოვედი მეორე შოუ საქუნა უყურო და არის ეს? აი გაიმეორებს სანდრო ტექსტებს და დაიწყებს. რა ტექსტი მეორებს სანდრო? რა და სანდრო დღევანდელი საღამოს წამყვანი იქნება. რა? თიკა. თქვენ არ თქვით რომ კარგი საღამო გვინდა გამოვიდეს ხალხი რო არ გაგვექცესო? კარგი ირაკლი. კიდევ გამოვიდეს რამეს. ხანა მე მამულენო. დღევანდელ საღამოს გახსნილად ვაცხადებ. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ადამიანი ლეგენდა, როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონების დედოფალი. როზე ახლა სანდრო? ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა უბერებელი თამარ ღლონტი. მოგესალმები. ბრავო! აჯექი რა კეთებან, აჯექი რა. ბატონებო, სანამ თქვენს ფულს მთლიანად დახარჯავდეთ სასმელში, მე მინდა შემოგთავაზოთ ბლიც აუქციონი. ქალბატონ თიკას ვთხოვ, წარმოგვიდგინოს პირველი ლოტი. მოგესალმებით. ლოტი ნომერი 1. ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის დათო ალექსიძის სტილო. ტანკერი ვერ შედის სპორტში. ამ ტილოს ღირებულება არის საწყისი ფასი 50 ლარი. აბა 40 ლარი. 30 ლარი. 20 ლარი. იჩქარეთ. თორემ ამ შესანიშნავი მხატვრის სტილო ისევ მხატვრის ბიძაშვილის აივაზე გადაინაცვლებს. დია. 15 ლარი. 15 ლარი. ხო. 10 ლარი. 5 ლარი. 1 5 ლარი. 2 5 ლარი. 3 და გაყიდულია. ტილო შეიძინა ამ ახალგაზრდა მამაკაცმა. ტილო შეიძინა ამ ახალგაზრდა მამაკაცმა. თიკა ვაგრძელებთ, გამოვაცხადოთ მეორე ლოტი. ლოტი ნომერი 2. ლიონელ მესის მაისური. ჩემი მაისური. საწყისი ფასი 100 ლარი. რა
ხდება მარიკა? კარგი რა დაგმართა ირაკლი. ბათო ჩამოვა და ახლს ჩამოვიდა. ერთი მქონდა მე მესის მაისური. თასვისი ფასი 100 ლარი. 120 ლარი. 120 ლარი 1. 140. 140 ლარი 1. 180. 180 ლარი 1. 180 ლარი 2. 200 ლარი. 200 ლარი 1. 200 ლარი 2. 200 ლარი 3 და გაყიდულია. და ამ სუქანმა მამაკაცმა შეიძინა მაინც. რაში? თათო ჩამოვიტან და მაისურს. რა ჩამოვიტანდა? ის ჩამოვიტანდა რაჭკაპურის მაისურს. სენის დედოფალია ჩემი თამრიკო. კი, მექნევარ, კი. სადა აქვს ეხა, სად გქონდათ ეხა ამ ამერიკელებს ტვინი თორე. თამარს არ უნდა წაეყვანა ოსკარები? ასე ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა გოგონებს ასეთი აუქციონისთვის. მადლობა. ახლა კი სანამ შემდეგ ნომერზე გადავიდოდეთ, ცოტა გავმხიარულდეთ მაშასე ინგლისური იუმორი. ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკია. პრიბორიო. ბიჭიკიამ რა ის პრიბორიო 25-იო, ჭიჭიკიამ რა ის 25-იო, აბა რა ის პრიბორიო. მე მგონი ცოტათი გავმხიარულდით და ახლა გავაგზავნოთ მუსიკალური ნომრით. მაშ ასე მუსიკის ავტორი ანანო, ტექსტის ავტორი ბექა, მღერის ანანო, აცხადებს სანდრო მახარაძე. Bravo! მართლაც რომ bravo! Bude abușenot citeps, scriptinga guirebem cars, esculisef da satiteps, gonie șveleba bars. Huela ecat, bude abușenot citeps, scriptinga guirebem cars, esculisef da satiteps. Ramo, ვექამ გადავაკეთო. სანდრო, ახლა ჩვენ ეს თუ არ დავამთავრეთ, ამბარს კი არ დახურავენ, გადაწვავენ. მე რა გავაკეთო ირაკლი? ვიცი სანდრო, წამყვანი ხო ხარ, გაცივდა სცენა, ადი რამე გამოაცხადე, რამე თქვი. რა გამოაცხადე? კარგი სანდრო, ხო ხარ ნამყოფის სადღაც, აი წამყვანები რასაც ხადებენ ხოლმე. ამითი ხელმძღვანელი. მე ნერვიო, მეტი. ქალბატონებო და ბატონებო, ერთი წუთი თქვენ ყურადღებას ვითხოვ, დაიკარგა ბავშვი. პოვნელს თხოვ მოიყვანოს სცენასთან. რა ბავშვი სანდრო? რა ვიცი ირაკლი, მე რო პატარა ვიყავი კონცერტებზე ასე მაცხადებდნენ ხოლმე. სანდრო, რა ბავშვი, თამადის დროა. ალბატონებო და ბატონებო, ამასობაში იქუხა თამადამ, თქვენს წინაშეა პროფესორი ირაკლი ჩხეიძე. Bravo. Რაიმე დაგტანჯავს ახლა ეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ არაჩვეულებრივი სიმღერის შემდეგ მე მინდა ერთი ძალიან ლამაზი და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვანი და საჭირო სადღეგრძელო შემოგთავაზო. ფერგანელი ფარჩით მოაჭრე აბდურახმანე. აულ დადიოდა და მის შესახვედრად გამოფენილ დედაკაცებს ჭრელაჭულა ფარჩის ნაჭრებს თავაზობდა. ნაჭრებსაც ლომატყიდდა და სარფიც კარგი რჩებოდა. ერთ აულში განსაკუთრებით უყვარდა შევლა აბდურახმანს, რამე თუ იქაური ბეის ქალიშვილისთვის მზეთ უნახავს ზულფიასათვის ქონდა თვალი დადებული. და მისთვის მაზანდასაც გვარიანად წერდა. ვაიმე, მაგას გაუმარჯოს. დაჯექი. Bravo. დაჯექი.
არც ზულფია იყო გულგრილი აბდურაჰმანისადმი. მთელი დღე თიხით მოტკეპნილ ბანზე იჯდა და აბდუს მოლოდინში და ასე ეძახდა მოფერებით. შარას გაცქება. ერთ ჩვენიერ დღეს აბდურაჰმანი არ გამოჩნდა ჩვეულ დროს აულში. 1000 ჭორი გავრცელდა აულში და მიმდებარე ყიშლაყებში. ზოგმა თქვა მოკვდაო. ერთი მესანთლე ჩამოვიდა, იმან თქვა რომ არაო, კი არა, მოკვდაო, მდიდარი ფაშასა ნაბოლარა ქალი მოიყვანა ცოლათო და აღარ უნდაო ვაჭრობა, ფული იშოვა, აღარ ვაჭრობს. ბოლოს ჩამოვიდა იანიჩარი. აულში. იანიჩარი არის თურქი ჯარისკაცი. და იმან ჩამოიტანა ამბავი, რომ თელ სასულთნოში ჩავარდნილია ვაჭრობა. პრაქტიკულად კრიზისიაო რა, კრიზისიო და ჩვენი აბდურაჰმანიცო ვეღარ შოულობსო ამ საქონელსო ფარჩის ნაჭრებსო, რომ ივაჭროსო. აი აქ ცოტა დამშვიდდა ზულფია. და თქვა, რომ რაც არ უნდა დრო გავიდესო. ეს კრიზისი ოდესღაც ხო გადაივლისო. ოდესღაც ხო გადაივლის ეს კრიზისიო. და მეო მაინც დაველოდები ჩემ აბდუსო და დღემდე ელოდება. მოდი ამ ჭიქით ყველას და ყველაფერს კრიზისში მყოფს გაუმარჯოს. უკაცრავად მოვადიეთ იმ აულში. რაიმე დავიტანჯეთ რა არ დაიტანჯეთ. იმ აულში ამ სადღეგრძელოს ტრადიციულად ძვირად ღირებული სასმელი ცვალდებოდა. თიკა და სალობე. ყველას მიართვი ორმაგი ჯონი ვოკერი. და ტრადიციულად ანგარიში ყველას უფრასთან. მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის. უჰეჰე. მე ვუთხარი პარკების შემოხსენი მეთქი. ხო და ესეთი ერთი წუთით უკაცრავად. ეს არის ჩვენი ბარის მეპატრონე, ბატონი როინი. სასიამოვნოა. ეს არის როინი? ხო, და ბატონმა როინმა ამდენი ხალხი რომ ნახა დღეს ჩვენს ბარში გადაწყვიტა რომ ბარს აღარ დახურა. ბრავო! მაცად ერთი წუთი. ყველას დიდ მადლობას მოგიხდით მობრძანებისთვის. რაიმე რას ამბობთ ბატონო როინი, რა მადლობა. თქვენ როგორ ხართ? მადლობთ კარგად. ხო. თქვენ ვინ ბრძანდებით? პრებედინას პრეზიდენტი. პრებედინა? ბებია ჩემი იყო. ბებია. აი, თქვენ ხო ყიდით ბარს. მე მაქვს ჩემი ფირმა პრებედინა. მაცადე. პრებედინა და სარფიანად გაგაყიდინებთ ამ ბარს, თქვენც მოგებული დარჩებით და მე. პრებედინა. ხო, არ გაგიგია? როგორ არ გამიგია პრებედინა? რაღაცა შეიძლება. არ უნდა გაუტეხო ეხლა ამას თავი? გაუგია არა ის. უნდა გაუტეხო, თამარ, აბა რა უნდა? მიდი ეხლა გაყევი ნაკვალებს და გაუტეხე ის თავს. მარიკა, ნუგეში. ირაკლი, რა ჩიტია ეს? მარიკუნა, არ ვიცი, მაგრამ წამყვანმა თქვა, რომ ბეღურისებრთა ოჯახიდან არისო. საყვარლები. ნახე როგორ აშენებენ ბუდეს? ძალიან საყვარლად, აი ასე. წვალობენ მარიკა მთელი ცხოვრება, აშენებენ ბუდეს, მერე მოვა გუგული და ჩაუსახლდება. აქ ხართ? რა შვებით, როგორ ხართ? რას აკეთებთ? არაფერს ხო? აბა, კვერცხი ხო უნდა დადოს. ой, რა მოსაწყენია ეს ცხოვრება, ყოველ დღე ერთი და იგივე რა. უფ,
ჩემო ლაშიკომ დამირეკა, მოვდივარ და რაღაც არაჩვეულებრივი სიურპრიზი მაქვს შენთვის, ვაუნეტა რა უნდა იყოს. აი მე ისევ ნერვიულობ და ლაშიკო რას მომიტანს? ირაკლი ცუც არაფერს მომიტანს, ხო ლაშიკო? მართალი ხარ ირაკლი, ცუდი როდის იყო ახლა ჩემ ლაშიკოს მოუტანი არა მარიკა? ხო. ვაიმე ლაშიკო. კეთე ანა ხარ? კეთევან ახალი მანქანა მივეცი. ლაშიკო. აი ხომ გეუბნებოდი ჩემი ლაშიკო რაღაც არაჩვეულებრივ სიურპრიზს მომიტანს მე ესენი კიდე არ მიჯერებდნენ. წამოდი ვნახოთ. მოიცა. მოასწრებ ნახვას. მოდი ლაშა, მოდი დაჭეხი, მომიყევი რა მანქანაა. რა იყო ირაკლიცი? ერთი გოგო. ყიდდა ძალიან იაფად, ძალიან კარგ მანქანას. რა მანქანას? Mercedes. მოტყუდა რა ფაქტიურად რა. იცი რა არის? აი აჭკარიკა Mercedes ეძახიან. არაფერი. სულ ახალია. ახალი. ირაკლი გააღერა, თამარი იქნება. ამდილი თხილის სატეხი გაიტანა და მოიტანა ალბათ. ამდილით თუ გაიტანა და უკვე მოიტანა რაღაცა შეასახე. Jim. Moida Jawahirlal Nehru. როგორ ხარ? მოდი და მოდი. მოდი დაჭეხი. მოდი მასაკა. მოდი აბა ვითხარი როგორი იყო ინდოეთში? კარგი იყო, კარგი. აქ რაშებით რა მარტო ხარ? მოდი დათო, მოდი. მარტო ვარ, ჯერ არავინ არ შემოსულა და რატომ მეკითხები? რა არის აი ესეთი რაღაც უცნაური ჯდომა მაქვს, თუ კიდე არის ვიღაცა. თამარი იყო შემოსული და ის თხილის სატეხი გაიტანა. რა არის იცი? ეთქობა თხილი უნდა დატეხოს, აბა ისე რატო გაიტანა თხილის სატეხი? ხობა, ზის ახლა ალბათ ამ თხილს ამდროს უიმე მარიკა შენ იცოდი? ჩვენი ლაშიკო გიჟდება თურმე თხილზე. არ ვიცოდი ლაშიკო გიჟდება, მე არ ვიცოდი. აბა ისა უყავს დათო თურმე ლაშიკოს თხილը პატარა რო იყო თხილის ხეზე ადიოდა თურმე თვითონ ხო ესეთია რაღაც მაშინაც პატარა უცადე ცუქანი იყო ესე და თხილის ხის ტოტები ხო ესე გავხტარია და ესე თურმე ჩამოუწყო და დაეცა და მე ნაყოფი რომ ვერ შეჭამდა საერთია თურმე ძალიან საინტერესო ისტორია. მე ხა ამ ჩანთებს შევიტან და მე დაგიდიგებ საჩუქრებს. თქვენ მე გამომიგებთ იქ. დათო მოდი ჯერ საჩუქრები დათო და მე შედი. ხო რა თქმა უნდა დაჭექი ერთ წუთი მართალია მარიკა ეს წესია ასეთი ქართული ძველის თუ და გავიწვდა შენ ეს ძველი ადათები რატო ის მაინც არ გაგიგია რომ ჯერ საჩუქრები და მე შევიტანოთო ეს ალბათ ინდურია
ალბათ ეს რომ ჯერ შევიტანოთ და მერე საჩუქრებიო. რა ვიცი მე ეს ალბათ პენჯაბის შტატში რაღაცა. მოდი. კარგი. დაჯექი და თან მოგვიყევი როგორი იყო ინდოეთში. აბა რა ჩამოგვიტანე? ჩამოგინა წელი. აი ეს მამაზია აი მიხდება მაგის პატრონსაც უხდებოდა ირუშ ხო აი შეჩამოგიტანე აი ეს რა მაგარია ბავშვობიდან ოცნებობდი რომ ასეთი სპილო მქონოდა როგორ მივხვდი დათო მარიკა თურმე მე ბავშვობაში სპილოს ვერ ვამბობდი მართლა ხო და პიო ასე ვამბობდი პიო რო დავინახავდი სპილოს სადაც ვნახავდი ზოი პიო სად ნახულობდი ამ სპილოს მაგრამ ასე რომ ნახულობდი პიო ვამბობდი სად დავდე მე ვიცი ამ სადაც დავდე ასე აჰა შალვა ესე და ეს აჰა დათო რა მეინტერესებს იცი ეს სპილოები ცოტა დიდი ზომის არისო აი რუში კიდე რა ჩამოგიტანე ეს გველიც აჰა გამომართი კარგი დათო რა საჭირო იყო ამდენი საჭირო მე ვიცი ამას ვისაც ვაჩუქებ ამდენი საჭიროები ჩამოვიტანე რა არის იცი იქ იმდენი უსახკარო ნახე თან დღე და ღამე სათენებდნენ ქუჩაში ამ შემდეგ უფრო დაგაფასეთ ნახე როგორ ზრუნავდა ჩვენზე თურმე და როგორ ფიქრობდი დათო რა გულიანი ბიჭი ხარ ჩვენ კიდე რა დაგახვედრეთ რა დამახუცეთ რა მალახე არა დათო როგორ ზრუნავდი ჩვენზე ფიქრობდი და ჩვენ ვერაფერი დაგახვედრეთ თქო აი ამის თქმა მინდოდა ვერაფერი დაგახვედრეთ მოვა და ნახავ და რა თქმა კარგი გველია აი ეს ჩამოუტანე თიკას ეს ხო ეს და ეს რა ქვია ხო ეს თამარს გასათხოვრების თვის არის აი ხარი რაღაც ის ფხვნილა და ხალს იკეთება გასათხოვარია აი ეს ჩამოუტანე იმას რა ქვია თამარს კი რა და ქეთევას ჩამოუტანე ეს საყურეები დიდი საყურეები და ამას ატარებენ ამ დიდ საყურეებს ატარებენ გათხოვილები დიდია აი ეს აი ეს ჩამოუტანე სანდროს იქ დამოვიწყდა კიდო და აქ მეტროსთან ბიჭი ხარ ეს დათო რა მაინტერესებს იცი მე და ბეგურა ძალიან ნერვიულობდით სანამ ფულს გამოგიგზავნით მანამდე რა სჭირდა ირა მე ხო იცი არ დავიკარგე ეს კი იქ ერთი ღვთისმერი კაცი გამოჩნდა რა და ფილმში გადამიღო კაი მასობრივ სცენებში ო რა საკეთებდა ფონი იყო უკან და ცეკვავდი ეს კოსტიუმიც იქიდან წამოყვა. რა მხელა მეცნიერება ბოლივუდის ვარსკვლავთან ერთ სახლში ცხოვრება. წავედი ხა ამებს იქ შევიდა. რა შევიდა? ეს რა ირაკლი გამაგრდი დათო. ჩემი გარე ბიძაშვილია ნინო ქუთაისიდან.
ხო, ქუთაისიდან ჩამოვიდა 2 დღით. 2 დღით. და შენ არიყავი დარეკა ნანი ვიცოდამ დარეკა და ვიფარო წამოვიდაო დინო და მე ნერვიულობ და ეგრე შენ და მარიკა ბერყავ და მე უკანის დავეყავდი კატარი პავზე ვაი ლაშიკო მანქანაში ამოწმებინე ეხლა გამოივლის ჩემი მეგობარი და შევამოწმებინებთ ეხლა შენ ცოტა ყურადღებით იყავი არ გეწყინოს ხო დაფანტული გონების პატრონი ხარ ხო და შეკრული არ იყოს ხელოსანთან ის ქალბატონი თამარ რანაირად უნდა იყოს შეკრული ახლა ქუთაისიდან აქ როგორ შეეკრებოდა შენ რა გონია ხა ქუთაისი შორს კი არ არის თან ისეთი გზა დაუგეს ქალბატონს 2 საათში აქ იქნება კარგი რა თამარ როგორ იცი ხოლმე რა ის გზა რა შენთვის არ დააგეს ერთი დისნეილენდი გააკეთეს შენთვის და მეორე ეს გზა დამიგეს რა ქეთევან გააღე შენ ამყევი მოხარული ვარ თქვენი კარგად ყოფნით ტალახაძის კუდი მობრძანდა ნაგვის ფული მოიტანა ეთყობა რა ეთქარებოდა შემოუშვი გამარჯობა ქეთევან გამარჯობა მერიკო შენ აქ ხარ? აბა გადავიდაო ვერ მოესწრებით შემოდი გამარჯობა თამარ სალამ გამარჯობა რა არის ლაშიკოა ჩემი მეუღლე რა ატყავს ნანახი ისა ზაირა ჩამოვიდა ტანსაცმელი ჩამოიტანა რიზედან და ვიფიქრე ეგება თქვენც დაგაინტერესოთ თქო თამარ ჰა აი თამარ აი ეს ვიფიქრე შენთვის ნახე ჩვენე გაუშვი შენ გაუშვი აჰა რა არის ეს რა არის რას გავს არა ამას მე არ ჩავიცვამ რა და ეს ნახე აბა თამარ აბა შენ გაუშვი და ნახე როგორი ღილები აქვს მე არა ეხა გასათხოვარმა ქალმა ეს როგორ უნდა ჩაიცვას არა მე უფრო აი რაღაც ესეთი კლასიკური ყვითელი თამარ აბა ეს ნახე აი ეს რა აი ეს რო ჩაიცვას გათხოვილმა ქალმა ეს რა ღირს ეს 70 ლარი ქეთუშა აბა ნახე მიიდე და შემოbrunდი ერთი ძუφით ეხმარდა მიიდე შემოbrunდი აი როგორი ლაშა ნახე როგორ ხდება ქეთუშას ხო უყიდი მოგწევს კეთება კი გიყიდი ჩემო პრინცესა გოგო აი ესე უყვარს ლაშას ჩემი ქეთუშა ეს იგი ოჯახზეა გადამკვდარი ხა ლიკა ტალახაძის ქმრებივით კი არ არის ვაიმე რა უნდა კითხო იცი ლიკრის როლინგები რო იყო ხოლმე ადრე აი ეს მუჯიდა ზაირას ხო არა აქვს ეგენი ეხლა არა თამარს ეგეთები არა ადრე ყიდულობდი ხოლმე რუსთაველის მეტროსთან გვირაბში ყიდდა ქალი ხო და მე სად გადაჯდა ის ქალი გარე ვაჭრობა ხო აკრძალეს და ვეღარ მივაგენი ეს რა არის ნახე რა კაია ქეთევან ბატონო ეს ვიყიდო ჩემთვის ავიღო რა ღირს 3 ლარი 3 ლარი უნდა იყიდო თამრი აბა რა უნდა ქნა შენთვისაც ხო უნდა იყიდო რა კი კაი ხარისხია ვითო ძალიან კაი ხარისხი აი მეც ავიღე ზუსტად ესეთი მე არ მინდა აბა რა არის აი და
რა არის ეს? აი, ამას დავიტოვებ. ნახე რა კარგია. ხო. კაი, ამას ავიღებ. აჰა. ძალიან კარგი. ავედი აბამე. უნდა დაგტოვოთ. ლაშიკო უკვე მიდიხარ? მანქანა უნდა იყიდოს. რა მანქანა უნდა იყიდო ლაშიკო? რა არის იქეთე რა? მე კი ვიცი, მაგრამ Mercedes. აი ასე, ეხლა წადი. წავედი. წადი. კარგად ლაშიკო. ესე იგი ამას იტოვებ. ამას ვიტოვებ. ხო, კარგი, ძალიან კარგი, მაშინ მე ხომ უნდა წავიდე. უი, ხო, მართლა. ზაირა მითხრა, ისო რა ქვია, აი წინა თვეში რაც აიღეთ, იმის ფული იქნებ გამოგატანოსო. გამოგატანოსო? რის ფულს მთხოვს? რაც ავიღე ერთხელ მეც, აჰა, ზედიზე ორჯერ. რა ვიცი, ესე მითხრა. კარგი თქო, აი შემდეგ თვეში რო ჩამოიტანთქო, მე მთლიანად ვალს გაგისტუმრებ. ხო, აი, კარგია, მართალია, ჩემი თამრი. მომისმინე ხა მერიკო, ზაირას გადაეცი, ასე ჯობია თქო. მომისმინე უფრო კარგი იქნება, ასე უფრო ფულს თავი მოეყრება. მიდი. აბა კარგად წავი, კარგად ზენდებოდე მერიკო, კარგი. ეხლა ნახე, ამ გოგოს რო დავაკვირდი, არ არის ცუდი გოგო, ის აგიჟებს. ხოდა მე იმ დიდ მოჭრილ მორებს მიათრებდნენ სპილოები. თან გამხილა გზა ქონდათ იცი გასავლელი. ხო, ძალიან თქო რა, არანოს ეს ისტორია არ მოუყვე, იმიტომ რომ ჯერ სპილოები შეეცოდება, მერე ხეები შეეცოდება და გასკდება ტირილი. საჩიქრისთვის დიდი მადლობა. ისე რო იცოდე ყოველი შემთხვევისთვის ზუსტად ასეთი ჩამოუტანე თამარს. როა წაგართვას. დიდი მადლობა. აი, აქ არის ჩაი. ეს შენ ჩამოგიტანე. ყველაზე მაგარი ჩაია. ამ ჩაის შუქნიან მხოლოდ ღირსეულ ხალხს. დიდი მადლობა დათო. აი ხლა მე წავალ და გაგიკეთებ ამ ჩაის. არ მინდა მადლობთ. ეს მუცელს მატყებს ხო? დათო, იქაც ესეთი ბარები იყო? არა, თან რა ხდებოდა იცი? აი იქ ცეკვავდნენ ირაკლის და ლაშასნაირი ტანის მქონე ქალები. და იქ არ შევდიოდი, არ მინდოდა. მე რესტორნებში დავდიოდი. მართლა? აბა ირაკლი მითხრა ორი დღე არაფერი უჭამია. ირაკლი გითხრა? ხო, ესე მითხრა. ორი დღე არაფერი უჭამია, ხო? იქ რო ჩავედი, დიდი ბანკეტი გამიმართეს და იმდენი მჭამე ორი დღე არაფერი. აი, რუსაც მოვიდა. როგორ არა რუსი? რა იყო საუბარი? არაფერი. გამარჯობა საუბარი. გამარჯობა რუსა როგორ ხარ? ესაკა მოგეწონა. კი, ძალიან კარგი იყო. თან ფილმში გადამიღეს. მთავარ როლში. მართლა? კი, ფილმს ქვია დიდრები და ღარიბები. მე ვიყავი დიდრეში როლში. აი რა დათორა სამბო. რა გაცნობს რა მართა გეუნები. სხვათა შორის მე კასეტაც მომქონდა. და მესაზღვრებმა ჩამოგართოს კონტრაბანდაა, ხო? ხო, საიდან იცი? კარგი დათო მოუყევი ამას. დათასე კარგი იყო ინდოეთში. კი, კარგი იყო. იქ იმაზე ბიჭი რიქშებს. ხო. მარიკაც მეუბნებოდა. მარიკაც მეუბნებოდა. ხო, მოგიყვებოდა, მაგრამ იგდებოდა. მაგრამ მე ავტობუსები ვარჩიე. ეს კაი ავტობუსები აქვთ კომფორტული სკამები. მაგას ვერ გეტყვი ზუსტად, იმიტომ რომ მე სახურავზე ვიჭიქი. სახურავზე? ხო. მარტო რატო? მარტო არ ვიყავი. იქ იყვნენ იქაური მოხუცები, იჯდნენ იქ.
ახალგაზრდა ბავშვები, გოგოები, ქალები, თან თავიანთი შინაური ცხოვრები ყავდათ და ფრინველები და ისინი როცა ყავდნენ, მე ტაშში ვკრავდი ხოლმე, მე ვკრავდი, ისინი ტაშში ვკრავდნენ. გაყვარდა დრო. ისა რამდენი არიან არა და უკვე მილიარდს გადაცდნენ. მილიარდს? კი. იქნებიან მაგდენი. ქართველები არიან? და? ქართველები არიან? ქართველები ხო? ორი ხაშვილი ბიჭი გავიცნობ. ორი ხაშვილი ბიჭი გავიცანი, პატარა თევზის ბიზნესი ქონდა. და ესე, გადამეკიდე, წამოდი, გინდა თუ არა, პატივი უნდა გცეთო და მე არ გავყენე. რატო? მე არ ვიწევი რუსი. და იქ ბევრი რამე დავთვალე, ძალიან ბევრი რამე უნდა. მოგიყერა. მოგიყვე? რა მოგიყვე? აი მას მოგიყვე. ერთ დღესაც წავედით ტაჯ-მაჰალში. რამხელა ეს ტაჯ-მაჰალი? თან ლამაზია ძალიან და მე დავიყალე ხალხით ციარული და ჩამოვჭიქი ერთ-ერთ საფეხურთან, ტაჯ-მაჰალის საფეხურთან ჩამოვჭიქი და გავიხედე და მოდის რაჯა. მაღალი, აქ ხალი და დიდი წვერები აქვს. და პირდაპირ მოვიდა ჩემთან. და მე მივიდება როგორ ახარ. უთხარი კარგად ვარ მეთქი. წამოდი ხო დაგათვალიერებინებო უფრო კარგად. და მეც გავყევი და მივიდოდი. ის მირბო და მეც მივიდოდი. მე გავყევი განგის ნაპირს. თან სულ შეიძლება ფიქრობდი. სულ შეიძლება ფიქრობდი და ამ ფიქრში რო ვიყავი გართული, მივადექი იმ ადგილს, სადაც განგი უერთდება ბენგალის ყურეს. ძალიან ლამაზი იყო ხო? ძალიან ლამაზი იყო. რა იმდენი საინტერესო რამე გადაგხდა? არა, ბაბო მომიყვარო, ესაო დათომ საფულე დაკარგაო და მთელი დღე სასტუმროში იჯდაო. შენ ხო ედიშერის შვილი. ამის საკმაოდ ძირს არა? ნახე რა სიღრინება. ბიჭო, რა მაგარია, არც ვიცოდი. მოდი, ანანო მარიკა სახში არ არის, მე ტელევიზორს უყურებ. ანტილოპებზეა? არა, აფთრებზე. ვაიმე. ნახე. აი მე ცირაკლის ხოთაშორის აი ეს აფთრები ხო? ყველაზე ერთგულები და მზრუნველები და მეოჯახეები არიან, იცი? აი ამ ტაცებელ ცხოველებში ხო? იცი ირაკლი, ესენი ერთმანეს გაჭირვებაში აი არასდროს არ ტოვებენ, აბა. დედა აფთარი, გამარჯობა ნინო. ყოველთვის მზადაა რა თავისი შვილებისთვის თავიც კი გაჭიროს. აი ნახე, აი ზოლი რო აქ ხედა, აი რა მოხდა? შუქი ჩაქრა ანა. განათურები რონთია? ეს მაქვს ჩუმად გადმოყვანილი წინა კორპუსიდან. არ წამოგცდეს. არა. ირაკლი. დათომ რა ამაზე? ვაიმე, ანანო არ მკითხო, შეიშალა, გადაირია, გაგიჟდა. ესე იგი, ქეთევანის ლექსიკონს თუ გამოვიყენებ, კედლებზე გადიო და გამოდიო. ხო და ანანო, მე რო ჩამოვიდა, ბოლოს იყო აი იქ ბრაროკიდია იმის თავზე. იქ ნაფეხურები უნდა ჩანდეს ფერმკთალად. ხო?
ნუ არ ვიცი დილას იყო ხო და რო ჩამოვიდა ნუ გაგიჟებული გადარეული მე ვაწყნარებ რომ ვეუბნები დათო ნერვიულობ დამშვიდი მიდის ნინო დღეს ნუ არიჯერებს თუ ვერ გებულობს არ ვიცი მე გრანდაქსინიც კი დავალებინე იქამდე მივიდა საქმე წარმოგიდგენია ნუ ეს გრანდაქსინი რო დალია მე ცოტა დამშვიდ და დაჯდა და ეთყობა თავის ჭკუაში გონებაში ტვინში გაანალიზა ეს ყველაფერი რომ მიდის მართლა ნინო და არ ვიცი მე მგონი ცოტა დამშვიდდა აუ ირაკლი რა დამთხევა მეც დღეს თელი დილა სანდროს ვაწყნარებ ბარში სანდროს რა გამოვიდა უიმე რა ვიცი შემჭამაო ტვინი შემიჭამა მამა ჩემაო თავისი დარიგებებითო რა დროსია მაინც რაო რა მინდაო ცოლი მოიყვანეო როდემდე უნდა იარო ესეო ცოლი რო გეყოლებო და სერიოზულდებიო დაჭყუიანდებიო მაგის ბრალია ვითო და სანდრო რასაობს რაო სანდრომ რა თქოს რა ვქნაო ვინ მოიყვანო ხა არავინ არ მომწონსო და იცი რა მოხდა ირაკლი აი ამას რო ამბობდა რომ არავინ არ მომწონსო სალომე იდგა იქ და ესმოდა კაი ისე სალომე მშვენიერი გოგოანანო რატო არ მოწონს ამ სანდროს რა ვიცი ირაკლი ხა რას გაიგებ მაგისას შეიძლება მოწონს მაგრამ ვერ ხვდება კარგი იყო და მართალია მე აბსოლუტურად ვეთანხმები სანდროს მამას სალომე თუ არა ვიღაც გოგო მაინც უნდა გაურიგოთ სანდროს რა ვიცი კაი აზრია მაგრამ ნუ აი ვინ ნინო რა საქმეა ნინო რა ვიცი აბა ვემზადები ქუთაისში ბრუნდები და ისე კი ყოველთვის გული მწყდება როცა აქედან მივდივარ ძალიან კარგი ქალაქია თბილისი აბა მე რა პრობლემაა ნინო გათხოვდი თბილისში და კარგი რა ირაკლი რა გათხოვდი კარგია ესე ადვილია გათხოვება აბა ნინო ნინო გათხოვებაზე ადვილი რა არის შენ რამდენი წლის ხარ 27 აი მე პატარა რა გაქვს დამთავრებული უმაღლესი ნუ მზრუნველიც ხარ ხო ხარ მზრუნველი ხო და მაგას ყველაფერს წინ მიაწერე ოშიმ გავიცნობ კარგ ბიჭს და ეგ არის რა მეზე ისა ნინო აი და ერთი კარგი ბიჭი რო გაგაცნათ ვიცი რა ეგრე გარიგებით გარიგებით ახლა ეგრე სამტრედიელ ბიჭსაც მირიგებდნენ მაგრამ ახლა მე ქუთაისში გაზრდილი გოგო სამტრედიელს გავყვებოდი რა მოხდა ვერ გავიგე რა კახა კალაძე სამტრედიელია ვირაკლი ახლა ფეხბურთელი რომ დომოდა რა ჩვენ ქუთაისელებს ახლა ნაკლები ფეხბურთელები ყავს თუ რა ჩემი მალხაზი ასათიანი რა ცუდი ბიჭია თუ რა ну ცოტა კი გამელოწდა ეხა მაგრამ ეხა რიცია ნაკლები კალაძეზე რა ვიცი რა ნინო იცი რა ხა შეიძლება ფეხბურთს ვერ თამაშობს მაგრამ განათლებულია სიმპათიური 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 მართლა სიმპათიური ხო აბა რა ვიცი რაკლი ესე იგი ამ ოთახის ერთი ბინადარი დავაოჯახე მეორე საქმე თითქმის ბოლომდე მქონდა მიყვანილი მაგრამ რა ვქნა ირაკლი ხო კარგი ხო ახლა მაინც დამეხმარე გამომართვი დაურეკე სანდროს უთხარი ამოვიდეს ოღონდ არ წამოგწდეს რატო უძახით აჰა კიდე რაო სანდრო რა ვიცი ძირითადად ანანო ლაპარაკობდა ისე ჭკვიანი მამა ყავს სანდროს და მე მგონი რომ დაუჭეროს კარგი იქნება რა
ანანო რა ვიცი ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციაო სუდანში მამები ჯიუტშულებს ხეზე ფეხებით კიდებენო იმას სულ გააგიჟა სანდრო და ეგეთი გაბრაზებული მე ვერ წარმომიდგენია რა ვიცი მე მომეწონა იცი როგორი ვაშკაცური იყო აი რო წამოდგა და რაო თქვა და აი სწორედ მაშინ დავინახე მაშინ რაღაც ანტიკური რომდებს რა რაღაც ანტიკური სალომე რაღაც კი არა სანდრო არის თვით ანტიკა ჩემს ისე კიდევ კარგი სანდრო სუდანში არ ცხოვრობს გამარჯვებულია გამარჯობა თამარ როგორ ხართ გოგოებო ჩვენ კარგად და შენ რა გჭირს დეპრესია გაქვს არა რა დეპრესია აბა ლაშიკოსთან წადი სანაძრეო რატომ მეკითხები ეს რა არის რა გაცვიოთ რა არ მოგწონს არ ჩენ მოგწონს მარიკა რა უკეთესები არისო ვაიმე ეხლა კარგით რა რამალა კარგი თამარ მომისმია ჩვენ ინტერნეტით უკვეთავთ ხოლმე ძალიან კარგ რაღაცაებს მე მარიკამ შევკვეთეთ და დღეს ჩამოვგვივიდა აი უკარგესი რაღაცები ახალი მოდელებია თან ძალიან კარგი ხარისხია მართლა ხო აი მე და თიკას ჩამოვგვივიდა ულამაზესი ჟაკეტები და უახლესი კოლექციიდან მაგრამ ისე რასერჩი მარიკა მშვენიერი რაღაცა თან თამარს უხდება ხო ისე არც არაფერს არ ვერჩი ლამაზია და არ აღნიშნოთ სალომე იცი რას დავლებთ მე მგონი ამ ჟაკეტს თამარ მოუხდება ტარხუნის ლიმონადი გოგო რა ტარხუნის ლიმონადი კარგი თამარ გავიხუბრე რა მოხდა ნუ ხო ეხლა ხუმრობ შენ გენაცვალე ისეთ სადარბაზოში ცხოვრობ რომ პროფესიონალი ხუმარები გყავს ირგვლივ გამახსენდა აი ზუსტად ეგეთი რაღაც ნახე ამერიკულ ფილმში ვაიმე მართლა ესეთი ფერის იცი არ ვიცი შავ-თეთრი ფილმი იყო ეს ქართველი გოგოები რა ბოღმები ხარ მოკლედ რვამოვა სანდრო მე წარმატკენ სანდროს წარმატკენ შენ მე წარადგენ ნინოს ეს ვარიანტია ვარიანტი დაიმახსოვრე ძალიან მეტყვი ესე იგი მე ირაკლი ავთრები დაიწყო მაგის დროა ხლა შემოდი სანდრო ჩემო უერთგულესო მეგობარო ირაკლი მადლობა მარტო შენ მაფასე მოდი სანდრო მოდი აი გაიცანი ეს ნინოა იმ დღეს რო გეუბნებოდი როდის იმ დღეს რა მნიშვნელობა აქვს სანდრო ნინოა ეს გამარჯობა ნინო სასიამოვნოა სანდრო ირაკლი მელაპარაკებოდა თქვენზე იმ დღეს ნინო დაჯექი სანდრო ნინო სხვათა შორის სანდრო არის უაღრესად ნიჭიერი უწესიერესი და ზრდილი ადამიანი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს თბილისში სანდრო ეს არის ნინო არის ძალიან განათლებული კულტურული აი უსაყვარლესი გოგო და სხვათა შორის ესეც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს სხვა ქალაქის განათლებული და ზრდილიო რომელ ქალაქში ცხოვრობთ? ქუთაისში, ცენტრში. ქუთაისი, პალიასტომი. სანდრო, ეგ ფოთია.
შამპანურის ქარხანა. არა სანდრო, ეგ თერჯოლა დასავლეთით გადაუხვიე. აი, ნინო, ეს უყვარს ხოლმე ეს თავსატეხები და ეს ამოცანები გიждდება ამაზე. რა მოგივიდა, სანდრო? ქუთაისი, ბაგრატიონი. ბაგრატი, ნინო, რა უცებ ამოხსნა რა ეს თავსატეხი, ეს ფაქტობრივად მინიშნების გაკეთებაც არ დამჭირდა. ეს ვარიანტი B. ვაიმე, სანდრო, არ მახსოვს, შენ კიევში სწავლობდი, ხო? ანანო, რა დაგემართა ლონდონში. ვაიმე! ხო, აბარა. ესა, ირაკლი. დათო არ ჩამოვიდა. ეს კი. და მოვა, მალე შენ მიდი ნინოსთან ერთად დაელოდე. დაჯექი და ნინოსთან ერთად დაელოდე. მოდი, ნინო მაინც სტუმარი გოგოა, უხერხულად არ იგზნოს თავი, მორიდებული ადამიანია. დაჯექი. მე დათოს ველოდები. ჩე სანდრო, კარგია დათოს ველოდები, ეს მეგობრობაც კარგია, მაგრამ მე მგონი უკვე დროა, რომ ცოლის მოყვანაზე იფიქრო. კი. მამა ჩემა დაგირეკა, არა? ოჩახ სანდრო, მადლობა, რა მაგარი რაღაც გამახსენე. სხვათა შორის სანდროს მამა მერიაში მუშაობს. დიახ, მერიის თანამშრომელია თბილისის. შენ უხარი ანანო? არა სანდრო, მე მარტო ის რო შენ ლონდონში რო იმაშვებოდი. კარგი ანანო, კარგი, რას გადაიყიდეთ ამ ლონდონს? ლონდონი, ბრიტანეთი, ლონდონი, რა მოგივიდა? რა სხვათა შორის ქუთაისი ისე გაარემონტეს, რომ ვერ გაარჩევ ლონდონის. რა რებს ლაპარაკო, პირდაპირ ლონდონში იცი რა მხელა მდინარეა? აი რა მართალია, აი როგორ სწორს ამბობს ირაკლი სანდრო, აი მდინარეში თუ იქნება განსხვავება, აბა სწორია სანდრო კი. ვარიანტი Q. დინარეო და ვერ გავიგე ერთი რიონს რას ერჩი? მე? ხო. უკაცრავად მე ირაკლი რაღაცები მაქვს ჩასალაგებელი და შეიძლება. მოიცა ნინო, რა გჭირს? სად მიდიხარ? რა მოგივიდა? დაჯექით ცოტა ხანის. სანდრო, ესეთი მორიდებული ბიჭია, უხერხულად არ იგზნოს თავი. დაჯექით რაღაცას უყურეთ ერთად, ისაუბრეთ სხვათა შორის მუსიკა უყვარს. მართლა გიყვართ მუსიკა? ხო, აბა როგორ? იცით მე მუსიკოსი ვარ. ფორტეპიანოზე უკრავ, გიტარაზეც. მართლა? დიახ. აჭარულის დაკვრა იცი? იცი რა მეყარს? აი, დასაწყისი აჭარულის, აი რა კატაკატა. ალო, სანდრო, გაჩუ. გოგი რაღაცას მეუბნება და არ მესმის. ხო გოგი, როგორ ხარ? რა შვები? ძალიან კარგი, ესე იგი რაღაც საბუთები და მორჩა ხო? კი ბატონო, მე რას ვაკეთე? მე ქუთაისს და ლონდონს ვამეგობრე. აგიხსნი მე. კარგი გოგი, კარგი. დამირეკე. იცი სანდრო, ვერ ხვდები და რა ვქნა. რას ვერ ხვდები? აი, იცი რომელი სამი გოგო როა, თიულური, მოიცა? ერთი წუთით უკაცრავად მე მოვა ერთი წუთით. რა ვიღა? ეს ცოტა ვერ არის. ეს ცოტა ვერ არის. უხდებიან ერთმანეთს. ბატონო დავით, მზად ხარ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? ეს
ეს რა არის რა გრები გაცვია რა აი შუშტები რა აზრზე არა ხარ რა ნაღდი ზაირებია ოდიშ მე მოგეხმარები იყოს დათო იყოს თუ ხდება რა შეწუხება არა ნინო რა შეწუხება ეს ახლა კი არ წუხდება პირიქით და შენ თუ მისამართს მიცემ სპორტული სიარულით ჩაიტანს ამბავს თუ დაისახე ნინო ჩალაგე ყველაფერი რამე ხო არ დარჩა არა არაფერი უბრალოდ ისე უკან მოbrunება ცუდის ნიშანია და მე იმიტომ გეუბნები ესე იგი ირაკლი დეოკუპაციის პროცესი დასრულებულია ახლა ვიწყებ განაგმით სამუშაოს მოიცა და თუ მოიცა რა მიმიშვი რა რამდენი ხანია ეს ოთახი ასე ცარიელი არ მინახავს ალო ხო გოგი ხო როგორ ხარ რა ხდება მანდ მოაგვარე ყველაფერი ხო იმ ფარდზე გამიგერამე აჰა კარგი აქ რა ხდება არაფერი ისეთი ჩვეულებრივი გეგმიური როტაცია მიმდინარეობს კარგი დამირეკე მე ხო კარგი არ დაკიდო ირაკლი არ დაკიდო ტაქს გამოვიძახებ მომეცი ტაქს გამოძახებულია აი მე დათო დიდი მადლობა თან ისი რომელი ტაქსია 20 თეთრიან სამარშრუტო ტაქსზე დავრეკავ დავჯავშნი ადგილს. წინა ადგილი უღრმესი მადლობა დათო. ეხლა ნუ მართალია მერსედესი არ არის ფორდია, მაგრამ სამაგიეროდ მძღოლია აჭკარიკა. ნინო ქუთაისში რო ჩახვალ პალიკო მომიკითხე და უთხარი რომ ირაკლი დამაბარა ეშმაკის ბორბალზე კიდე როდის დავლიოთ თქო აუცილებლად ირაკლი ხო თან მალე უნდა გადაცეს რაც უფრო მალე გადაცეს ამოკითხვას პალიკოს უფრო უკეთეს იქნება ჩვენთვის თქო ახლა გამოდიარი უნდა წავიდეს სწრაფად მალე არა მე მძღოლს უნდა უთხრას მით უმეტეს მძღოლის გვერდზე სწრაფად წამოყოლო რომ პალიკოს გადაცეს ეშმაკის ბორბალთან აბა ამდე კიდე დათო ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ ხო გადი და მოდი ეხლა ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ ახლა დათო ჩავა სუპერმარკეტში და იყიდის რას? უპასუხებს დათო. კონიაკს. სწორია, ვის ართმევთ ოცლარს? ირაკლის. შეიძლება ირაკლი? რაღაც საქმე მაქვს. ირაკლი რა რიცი ეხლა ვიყავი ჩემს ნაცნობ ხელოსანთან ხო და მირჩია რომ ის მანქანა არ იყიდო გაკეთდებაო მაგრამ გაგაწვალებს აი ეს გასაგებია
ბოდიში. ირაკლი რათო რა ხდება? მარიკა. აქ ახლა ამბავი ატყდა. მიდი ღონტებს დაუძახე. მაგათმა რო ეს არ ნახონ საცოდაობა. აჰა. და დუქანაო გავგიჟდი. აჰა. არაფერი დათო ნუ გეშინია. კარგია პუქს. ეს ვაშაც კარგი ტიპია რა. ამაკანას რო ჩაეძეს ეძებდა ყველაფერს გამოიყურე ყველაფერი რა ცოლი რომ მოყავდა მაშინ მოხამეში. აცელებოდა? ის ნინო წავიდა. არა, სანდრო, ლაშიკო მანქანის ყიდვა გადაიფიქრა და ნინოც ვეღარ წავიდა. აი, ასეთი ამბავი დაგვემართლა. მაშინ მე არ გინახი ვარ და არც ის იცი სად ვარ. რა ხე საწავი ინდოეთში რო წახვიდე და თუ კარგი რა ირაკლი საწავი ვისთან წავიდე ინდოეთში კრიშნასთან წადი და თუ დახვდება ორი ხელით ჩაგეხუტება მეორე ორი ხელით ბარგს გამოგართმევს მესამე ორი ხელით სადილს მოგიმზადებს და ეკრება მაგას კიდე ხელები და ხატვასაც გასწავლის კარგი რა ირაკლი კარგი რა ხდები რომ ყველა ჩემ წინააღმდეგი ხარ კიდე რომ წავიდე აღენა აპარატურს არის შენ ირაკლი რა დროს კრიშნა ხო ხედავ მართლა ეწყინა და მართლა წავიდა მოიცა მარიკა ხო მართლა წავიდა ხო კარგი რა სად წავიდა რა ვიცი წასასვლელი კი არ სადა აქვს მაგრამ ხო იცი როგორი ჯიუტია რამე თუ ეწყინება შეიძლება ქუჩაშიც გაათენოს რა არის რა ვიხუმრე რა მოხდა მარიკა სად წავიდა ეხლა ამაზე უარესები არ მithქვავს რა იცით ხოლმე ეს რა მე ვიცი სადაც წავედ აი ეს არის ნერვიულო და რა უნდა არის ნერვი ყველაფერი კარგად საბჭოთა კავშირის დაშლას მოესწარი და იმას ვერ მოესწარი გამოდია მარიკა, არა, მე მელოდება ტელეფონთან. აინტერესებს რომ მოტანსაცმელს დაიტოვებთო. რა ვიცი, თიკა, ისე მომეწონა ყველაფერი, ალბათ ყველაფერს დავიტოვებ. მე ძალიან მომწონს, შეხედა რა ლამაზია. მე ყველაფერს ავიღებ. თან ისეთი კარგი ხარისხია, მარიკა. საერთოდ არ ეტყობა რა თურქულია. ძალიან მომწონს. შედობაში გოგოებო. შემოდით ჩემთან. სტარხუნის ლიმონადი მაქვს და აღნიშნე. ლიმონადი თავი. ინტერნეტით შევუკვეთე. შენ მაღაზია არ ინტერვიუ თოთათო. ესე იგი, ეს აქალი. ეს ასე. ასე. შენ მაღაზია არ ინტერვიუ მე უფრო კარგად შევკრავ აქამდე. ყველაფერი კარგად ვსო.
აქ გავაკეთებ, ესე იგი, წყალს გამოიყვანა აქ. სამზარეულოს გავაკეთებ, აი, აქ. ტელევიზორი შენ დაგჩადათო? აგერ ნახავ, ყველა ოთახს თუ ამან არ აჯობოს. მაცალე.